Ჩვენთან მამისა და დაცისა და დასულისა წმინდისა და ჩვენთან არსებობს ერთმა ყოველდღე დაგვეცოთ ვილოცოთ ნავალს დაესწარეთ სული წმინდა გარდამოსული იყოს სრულიად საქართველოზე ყველა ქართველზე ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანზე და შეგვწევოდეს უფალი თავისი განწმენდით სულის წმინდის მოვლენების განწმენდით იმიტომ რომ ჩვენ ბევრ ცოდვებს ჩავდივართ ძალიან და სწორედ სული წმინდის სამალე როცა უნდა გახდეს ადამიანი უნდა თავისთავად როგორც ტაძარი ჭუჭყიანი გავინძურებუნა გაასუფთავოს ამის მისაღებად ასევე თვითონ ადამიანმა თავისი ხორცი თავისი სული უნდა განათავისუფლოს ამ მდგომარეობიდან დღეს ცოდვას ხუჩაიდან შეეცადეთ რომ მაქსიმალურად თავი შეიყვანოს ცოდვისგან ეს არის ძალიან წმინდა დღე მე ხა ძალიან აღარ გავაგზავნებ ხადაგებას იმიტომ რომ ჩვენ ახლა უნდა ჩავატაროთ მეცხრე ჟამის მერე დამწუხრი რომელზეც უნდა შესრულდეს მუხმოდრეგის ლოცვები დღეიდან ჩვენ ამ ლოცვის საკითხის შემდეგ გვეძლება უფლება რომ დიდი მეტანიები გავაკეთოთ კულტი მოვიდრიგოთ და ლოცვები აღვადგინოთ მის წინაშე მორჩილებით თამდავლად და ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე მერთხა დაგლოცოთ რომ რაოდენობის ახლა დაიწყება მეცხრე ჟამი თოთ მოიხმაურებთ მეცხრე ჟამის ჩატარებაში წუხრი იქნება როგორც გითხართ მერე წავიკითხავ ლოცვას სული წმინდის მოფერისას და თქვენი ასე ვთქვათ ყვავილებიც იქნება ნაკურთხი და შეგიძლიათ თქვენი საფუძველი გეტყვით როგორ და მოიქცეთ ამაში თაებითა ძალითა და ხელმწიფებად და განუნამტდებოდით და შენ უკვე გრძილვალება მამისაო არსება და არსებისა და გონებისა მისასა შეცვალებულო და შეურევლებელო ხატო წყარო სიძვისა და მადლისაო ახვენ გაგენი ჩემ უდრისა ამის და მასალმე თუ ვითარ ვითნე ანუ რომლითა თვის ჯერ არსებობსვაი რამე თუ შეხა რომელმა უწყი უიწვი გიცვალა და ჩემთა სიბრავლელი არამედ ჩემმა სახიერებმა ზლიან აურაცხელებას ამას მასა რამედ ვაჰა ესერა შიშით არგომილვარ შენდა და ობსკურისა მიმართ წყალობათა შენთასა ამიცასება სულის საჩემისა წარმართე ცხოვრება იჩემი რომ ყოველთავე დაბადებულთა გამომხმარებლითა მიციფრითა შენითა და ძალითა მართე უდრო ღელვა გვემულთა ნამსამუდელო მაუწყებე გზაი რომელსაც ამიდოდე სული სიფნისა შენისა ზრახოთა ჩემთა სული მეცნიერებისა მოანიჭე გონებასა ჩემსა სული შიშისა შენისა მოჰვიმე საქმეთანზე და ჩემთა და სული წფელი განმიახლევამსა ჩემსა და სულითა მთავრობისაითა გონებისა ჩემისა სოფილებაი დამტკიცე რათა მარალ დღეს სულითამი შენითა სახირთა უმჯობესისა მიმართ წარმართებულნი ის იქნე გნაცნება და შენთა და მარალ დღეს ახსენებად დიდებულისა მის და საქმითა ჩვენთა გამომეძებელ სამოსვლასა შენსა და ნუ დამიშვებ განცდილებათა მათ სოფლისა შვებათა თანაც მერთხა დაგვეცოთ და მრავალდღიურ დღეს სულთმოფენობის დღეს ეს მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გამოხატული იმითი რომ მან როცა ამაღლდა ის ეცად პირობა მისცა თავის მოსწავლეებს რომ მოულენდა სულს ნუგეშინის სცემისას სულს გადარჩენისას სულს ხოვნებისას და სულს ღონებისა და სულის განათლებისას ანუ სული წმინდას დღესასწაულობს ჩვენი ეკლესია და მადლი სულისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყოფილიყოს თქვენთანაც მადლი სულისა ჩვენისა ამინ ერთმა დაგლოცოთ და გაგაცილებით 50-ე დღეს ამ დგომიდან მე 40 დღეს ჩვენთვის უმფალი ამაღლდა ზეცად და პირობა დაუტოვა მუსიკურებს რომ მოულენდა სული წმინდას და მართლაც ისინი ელოდებოდნენ და ამ სული წმინდის გარდამოსვლა შეკრებულიყვნენ 50-ე დღეს
თავის შესაძლებელში და ზეციდან გაისმა საოცარი ხმა, რომელიც გავდა გარკვეულ თითქოს ქარიშხალი იყო, თითქოს ქარი იყო, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არც ქარიშხალი იყო, ნიავი არ იზროდა, მაგრამ ხმა იყო, ეს იყო შემოსვლა სული წმინდისა და მოციქულებს სასაულებრივად თავზე დაადგათ ცეცხლის ენები და ეს ცეცხლის ენები გამოხატავდა სწორედ სული წმინდის მადლს. ორმაგი სიმბოლო არის ეს ცეცხლის ენა. ცეცხლი როგორც გამწმენელი, გამკურნებელი, ან როგორც უფალმა უთხრა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს, რომელიც თქვენ შეკრათ, შეკრული იყოს საში და დედამიწაზე, რომელიც თქვენ გახსნათ, გახსნილი იყოს საში და დედამიწაზეც, ამის მიმანიშნებელი იყო სწორედ ცეცხლი გამწმენდისა და მიტევების საწოდოთასა, ხოლო ენები მიუთითებდა იმას, რომ დაიწყებდნენ მოციქულების სხვადასხვა ენაზე მეტყველებას და ყველა მთელ სოფლიოში გააგებდნენ სახარებას. მართლაც ასეც მოხდა. გამოვიდნენ რა გარეთ მოციქულები ამ თავისი შესაძლებლობიდან ხალხი იყო ძალიან ბევრი შეკრებილი, იმიტომ რომ ელოდებოდნენ ნამდვილად ასეთ სასწაულს და ყველა იხილეს მოციქულები, რომლებიც მეტყველებდნენ სხვადასხვა ენაზე, ყველასთვის გასაგებ ენაზე. ჩვენ გვახსოვს, რომ ბაბილონის გოდოლის შენება როცა დაიწყეს, წარმართებმა ისინი ფიქრობდნენ, რომ აღეშენებინათ იმ სიმაღლე გოდოლი, რომ ღმერთთან ასულიყვნენ, ასეთი ამპარტავდება იყო მათ. ამიტომ უფალმა არ დაუშვა ეს და რა თქმა უნდა ისინი სხვადასხვა ენაზე აამეტყველა იმისათვის, რომ მათ ვერაფერი ვერ გაგვიყვეთ ერთმანეთისათვის და ამის გამო შეწყდა ამ გოდოლის მშენებლობა. ანუ ამპარტავება შეწყვიტა უფალმა. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც მოციქულებმა დაიწყეს სხვადასხვა ენაზე მეტყველება, იყო არა იმისათვის, რომ ადამიანები განშორებულიყვნენ ერთმანეთს, არამედ შეკრებულიყვნენ. ანუ ყველასთვის გასაგებ ენაზე მომხდარიყო სახარების გადაგება. და სწორედ მადლის სულისაწმინდისა ნიშნავს იმას, რომ ის მოეფინება არა მარტო ერთ ქვეყანას, ერთ ადგილს, არამედ მოეფინება მთელ დედამიწას და ყველა ადამიანს. ვინც სასუეველია ღვთისა, ვინც სასუეველია ქრისტიანობისა და მოწმულია ქრისტიანობისა. მერთმა ყველანი დაგლოცოთ, გაგაზიაროთ, მრავალ სულთმოფენობას დაგასვათ, თქვენი ოჯახებით, სიკეთე მოგცეთ, სიხარული, გამძლეობა, დღესდღეობით ძალიან მძიმეა ცხოვრება უკვე ძალიან ბევრი სასული არის, ძალიან ბევრი ბრძოლა არის ხოროთის მხრიდან და ჭირდება ძალიან ნათელი გონება, სული მტკიცე და სული წმინდის მადლი, სწორედ ამაში უნდა დაგვეხმაროს და ყველანი გაგაზიაროთ, თქვენ დაუწყოთ. აწიეძევით Mama შეწყვეტილი ქონდა ეს პერიოდი ჩვენ დაუზმენდონანის წლების ლოცვებს და დღეიდან უკვე შეგვიძლია მეუფეო ზესათავოს საერთოდ ეს ლოცვა სული წმინდის ლოცვა. ყვავილებთან დაკავშირებით გეტყვით კლავე. ყვავილები არის ასე ვთქვათ მადლი მიღებული ამ დღესასწაულისაგან, ესენი შეგვიძლია გააშროთ, ოღონდ გაშრება ხდება შემდეგნაირად. უნდა გაშალოთ ჭდილში, აუცილებლად გზაზე არ დაასხოთ, ჭდილში გაშალეთ, ქვემოდან გაუფინეთ გაზეთი, ზემოდანაც დაასხურეთ გაზეთი და პერიოდულად ახდით, რომ გადაატრიალებთ, ისევ დააბარეთ. დაახლოებით 2 კვირაში უნდა კარგად გაშლეს. მერე შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ყვავილები, როგორც ჩაის სახით, შეგიძლიათ ჩაიძარიოთ კანსტრის ჟამს, ასევე შეგიძლიათ ბალიში ჩადოთ და ხალხში დაიდოთ და მათი წაუღოთ მოთხოვთ ამის პერიოდში. Აბა რატო?